ივანიშვილის მოღალატეობრივი ბანდა ახალ წელს ახალი ღალატით იწყებს. მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრად წოდებული კობახიძე ამ ახალ წლებზე ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, სადაც მთავრობის სახელით ხელი მოაწერეს ოფიციალურ ხელშეკრულებას, ეგრეთ წოდებულ მემორანდუმს ერთ-ერთ მსხვილ არაბულ კომპანიასთან, რომლის შესაბამისადაც სრული ელექტრონული მონაცემები უძრავი ქონების შესახებ, მათ შორის ქართული მიწების შესახებ, გადაეცემა ამ კომპანიას, რომელიც მოახდენს მის დაყოფას, გაერთიანებას, შერჩევას, ინვენტარიზაციას და მოახდენს მის გასხვისებას საქართველოში ჩამოუსვლელად და მის დარეგისტრირებად საკუთრებაში ბუნებრივია არაბეთის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე. აი ესეთი უპრეცედენტო ღალატი იქნა ჩადენილი. ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თავის ოფიციალურ მონაცემებს უძრავ ქონების შესახებ დაცულს საჯარო რეესტრში გადასცემს უცხო ქვეყნის კერძო კომპანიას და რომელიც ემსახურება უპირველეს ყოვლისა ქართული მიწების გასხვისებას და ეს ოფიციალურად ჩაწერეს ამ მემორანდუმში, რომ ეს ხელშეკრულება ხელს შეუწყობს საქართველოს უძრავი ქონების, მიწების გასხვისებას ეგრეთ წოდებულ ინვესტორებზე. ეს სინამდვილეში ნიშნავს ჩვენი ქვეყნის არაბიზაციას, ამ ქვეყნის საფუძვლების მოშლას, დემოგრაფიულ ჩანაცვლებას და საბოლოო ჯამში საქართველოს დასრულებას, რასაც იმედია ვერ მოესწრებიან, როგორც ხედავთ, მათი თითეული დღე ძალაუფლებაში ყოფნისა ემსახურება სამშობლოს გაყიდვას, ქვეყნის დანგრევა, დაქცევას, ქართველი ერის გადაშენებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართული გენი, ქართველი ხალხი აუცილებლად მონახავს საკუთარ თავში ძალას და უფრო და მალე აღკვეთავს მათ პარპაშ ჩვენ ქვეყანაში, ვიდრე ისინი ამ აუზრახვებს განახორციელებენ სამშობლოს ჩვენი ქვეყნის მიმართ.